დღეს დოჯინების თეატრიდან 250 ბავშვი სოციალურად გაჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებიდან სახლში საჩუქრებით დაბრუნდა. საკვები პროდუქტი და ტანსაცმელი მიუსაფარ მოხუცებსაც გადაეცათ. საქველმოქმედო აქცია საპატრიარქოს რელიგიური ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებითა და ორგანიზაცია მომავლის გზის ინიციატივით გაიმართა. აქციაში მონაწილეობა 30-მდე კომპანიამ და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა მიიღეს. მომავლის გზამ მადლობის სიგელი ყველა სპონსორს გადასცა. პატარებმა დღეს საახალწლო სპექტაკლით ნახეს. საკმაოდ სერიოზული დახმარება მიაქვს ამას ოჯახს, ანუ ის რაც აუცილებელია საახალწლოდ ოჯახისთვის, რომ გამოიყენონ და თავიანთი შემოსავალი დაზოგონ, რომ ამ პროდუქტებისთვის არ იქნეს დახარჯული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა, მრავალშვილიან ოჯახებთან ურთიერთობა, ამ ბავშვების დახმარება და ოჯახების. სამინისტროს თანამშრომლებმა შეაგროვეს ტანსაცმელი, საკანცელარიო ნივთები, წიგნები. დღეს ასევე საჩუქრად მინდა გადავცეთ გარემოს დაცვითი ფილმი და საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც არის წითელი ნუსხის შესახებ.